იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, ვინც ამბობს, რომ ღმერთი მიყვარს და არ უყვარს თავისი ძმა, ის ცრუობს, ცრუა. ვინც ამბობს, რომ ქრისტიანი ვარ, ვინც ამბობს, რომ ეკლესიური ვარ, ვინც ამბობს, რომ მართლმადიდებლობას ავაპოვებ, მაგრამ ქუჩაში ხალხს მოწყალო წევს, ცრუობს. სიცრუეა ეს ყველაფერი. რაც ჩვენს ქუჩებში ხდება, ეს არ არის. ეს არ არის ის, რაც უნდა ქრისტიანმა აკეთოს. როდესაც ბოლშევიკები შემოვიდნენ საქართველოში, მათ მიღბები არ ეკეთათ. იცით რატომ არ ეკეთათ? იმიტომ რომ მათ წამდათ იმ იდეოლოგიით, რომელი იდეოლოგიით შემოვიდნენ. კლავდნენ ხალხს, ხოცავდნენ, მაგრამ იდეოლოგიის სჯეროდა. და როცა შენ ადამიანს კლავ და ნიღავს იკეთებ და სახეს მალავ, მაშინ არც იდეოლოგია არც მიზანი და უბრალოდ რაღაცა ფულს ემსახურება. ეს სამარცხვინოა ქრისტიანულ ქვეყანაში. ეს სამარცხვინოა. ქრისტიანს ის კი არ ევალება მარტო თავისი შვილი დაიცვას, ყველა უნდა დაიცვას. მაშინ კი არ უნდა გაბრაზდეს, როცა მის შვილს უთხრამენ, ყველაზე უნდა გაბრაზდეს. ესე ამბობს დავით მეცამუნე, ღმერთო, შენი საყდარიო სამართალზე დგასო, სიმართლეზე დგასო. სიმართლეზე დგას. ღმერთის საყდარი ნიშნავს, რომ ღმერთი იქ არის, სადაც სიმართლეა, სადაც არ არის სიცრუე. და ღმერთი დღეს იმ ახალგაზრდებთან არის, რომლებიც სიმართლეს ემსახურებიან. ძალიან საინტერესო სიტყვებია ღმერთის ნათქვამი. სათნოება ჯილდოვდება არა მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ იმდენად მივალთ, არამედ აქვე. და ბოროტება ისჯება არა მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ გარდავიცვლებით, არამედ აქვე. და მაგალითად მოყავს. მოციქულები შეიყვანეს მთავრებმა და არ იქადაგოთო ქრისტეს ჯვარსმის შემდეგ. არ იქადაგოთო და ცემეს. იმათმა უთხრეს, თქვენ უნდა დაგიჯეროთ ღმერთზე. და ქადაგებას ზე უარი არ თქვეს. ცემეს. და ნაცემი პეტრე და სხვა დანარჩენი მოციქულები რომ გამოვიდნენ, წერია სამოციქულოში. გახარებულები იყვნენ. და უფრო ბევრი ამბობს, რომ დააკვირდით სიმართლისთვის, როცა სათნოებისთვის, ანუ სიკეთეს როცა აკეთებ და გცემენ, ჯილდოთ სიხარული მოდის. და ასევე დააკვირდით, რომ იუდასთვის არავის არ უთქვამს, ეს შენ რა გააკეთე, რატო გაეცი მართალი, არავის არ მიუცია შენიშნ. მაგრამ ბოროტება ჩაიდინა, გაყიდა ქრისტე. და ამ ბოროტებას თან მოყვა სასჯელი. არა მერე, არამედ იქ წავიდა და თავი მოვიდა. ამიტომ ის დღეს ბოროტება ჩადის, მიღაბა ფარებული. უმოწყალო და გაწირულად სცემს ახალგაზრდას, ქალს თუ კაცს, ის უკვე დაიჯერია, მან დაისაჯა თავი, ის თავს იყვავს. ხოლო თავისუფლებისთვის ბერძოლი, რომც ცემო, რომც მოყვა, ის გამარჯვებულია. რადგან სიმართლეშია, ჭეშმარიტებაშია ღმერთი. პილატე მართალი კაცი იყო. იცი, ხო პილატე არის. მართალი კაცი იყო. დააკვირდით,
რას ამბობს ქრისტეზე? ამაშიო მეორე, ვერაფერი პოვეო სასიკვდილო. მართალი კაცი, მაგრამ როცა უხსენეს იმპერატორი, კეისარი, ეს არ არის ჩვენი მეფეო, ჩვენი მეფე კეისარიაო ქრისტეს შეეშინდა. ვერ გაჩერდა სიმართლეზე და ქრისტე ჯვარს აწყო. ამიტომ სიმართლეზე ბრომისას შიში კლავს იმას, ვინც სიმართლეს უარყოფს და ბოროტებას დაუთმობს გზას და ქრისტე ჯვარს აწყობს. ჩვენ ქრისტიანები ვართ. ოდითგანვე აქამდე მოვედით. არ აგონია ვინმე შეძლოს. არ ვინმეს დაუთმოს. ჩვენი თავი ქრისტე. რადგან ძალიან ბევრია ვინც სიმართლეს ემსახურება. ვინც ქვეყნისთვის იბრძვის და ამ ხალხს ვერთი არ გაწევს და ვერთი შეეჭიოს ყველას. ვერთი შეეჭიოს ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნის ერთგულია და ვინც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ზრუნავს. ამინ.